წმინდა თეოფანე დაყუდებული გვაუწყებს ჯოჯოხეთის ჯორღმულებში, ვითარცა თავყრილობაზე იკრიბებიან დემონები. ისინი ერთმანეთში ბჭობენ იმის შესახებ, თუ როგორ დაღუპუნა თუ ის ადამიანი. განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ერთმანეთს, რათა ჯოჯოხეთურ მანქანებში ჩაითრიონ მოღვაწენი. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, რომ ჩვენ უხილავი მახეებით ვართ გარემოცულნი. წმინდა ანტონი დიდმა ერთ-ერთ თავის ხილვაში ბადის მსგავსი მახე იხილა, რომელიც გადაფენილი იყო დედამიწაზე. და თვალწრემლიანმა იკითხა: უფალო, ვინას ცდება მახესა ამას? და მიიღო მან პასუხად: მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალი, მორჩილი. მხოლოდ მას ვერ შეეხება ეშმაკის მახე. ღამის პირველი საათი იყო. ჩემს სამუშაო კაბინეტში ვიჯექი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ თავდაუზოგავად გამაქანა ქვემოთ, მიწის სიღრმისაკენ, 550 მილის მანძილზე. ო, 550 მილის. ეს რიცხვი რატომღაც მაგრად ჩამეჭედა თავში. მომეჩვენა კი არა, ვიცი ნამდვილად მოხდა. ვიცი არც გონება დამიკარგავს და არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია ყოველივე, რაც მინდა გიამბოთ. უფრო სწორად, რაღაც ძალა მაიძულებს ყველაფერი გიამბოთ. ხოდა გავექანე მიწის სიღრმისაკენ. ეს იყო შავი წყუდიათი, უფრო შავი ვიდრე უბნელესი შავი ღამე. მხოლოდ მის ფსკერზე მოჩანდა ცეცხლი, რომლის ალი მაღლა ამოდიოდა. კიდევ იყო ურიცხვი ნაპერწკლები, რომლებიც გველის ენებივი დასრიალებდნენ წყუდიათში. თანდათან გამოიკვეთა დამახინჯებული, უბსკროლივით ბნელი სახეები, რომელთაც თვალებად სწორედ ეს ნაპერწკლები ჰქონდათ. უბსკროლიდან მოისმოდა საშინელი ხმები, რომლისგანაც კაცს გული გისკდებოდა და გეყინებოდა. ესმოდა უწმაწური სიტყვები და ჩემდა გასაკვირად ყველას აზრებსა და ფიქრებს ვკითხულობდი. რაღაცა ძალა მიხსნიდა მათ საიდუმლოს. აშკარად გრძნობდი ვიღაცას ჩემს გვერდით. ყველაფერი ეს ვნახე და განვიცადე 1909 წლის აპრილის თვეში. ესმოდა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა ამ საშინელი უბსკრულის მეუფე. რახანია ხიქსება ახრილი და დამარცხებული ვარ, მაგრამ ჩემს ხელშია უდიდესი ძალა, შთაგონება. სწორედ ამ ძალით დავამსხვრევ ჯაჭვს და ბორკილებს, გადავაბიჯებ სამყარო ზღურს და ჩემი ლეგიონითა და ბნელი ძალებით აღმოუჩინდები ადამიანებთან. მაშინ შევებრძოლები იმ უმანკო კრავს, რომლის დიდების ხილებია უმანკოება, მორჩილება, მოთმინება, სისუფთავე და სიწმინდე. ეს ხილები მსვლავენ მე აღუწყანელი ცეცხლით და სულ უფრო ახლობენ ჩემს განაჩენს წყუდიათში ჩაგდებას, საიდანაც უკვე ვეღარ ასოდეს ამოვა. ასე ფიქრობდა ლუციფერი და ძრწოდა ამ საბოლოო განაჩენის წინაშე. იგი იხსენებდა თავის ადრინდელ სამყოფელს, ცის სასუფეველს. იქ გამეფებულ მუდმივ სიხარულსა და სილამაზეს, ცის მსახურთა დიდებას, შემოქმედისადმი მათ ერთგულებას და ღაღადებას საყოველთაო მშვიდობაზე. იხსენებდა ღვთაებრივი კრავის მიწაზე მოვლინებას, რომლის უმანკოების წინაშე თავი მოიდრიგა კაცობრიობამ
რომელმაც დათრგუნა ყველანაირი სიცრუე და ეჭვი და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა სიკვდილის დათრგუნვით. როცა წავიდა ჯოჯოხეთში და ნათელი მოჰფინა იქ მყოფ ძალებს. ყველაფერი დამთავრდა. სამყარო მიწამა მისი დამით მოხდა მორწმუნე კაცობრიობის გადარჩენა. ამ მხრიდან გადარჩება ადამიანთა ის თაობა, რომელიც ირწმუნებს და რომელიც იარსებებს მუდამ. ამ მოგონებებმა ისე შეაძრწუნა ლუციფერი, რომ აწრიალდა და ჯაჭვი, რომელიც დაწნილი იყო წყდიადის, ხალატის, სიამაყის, ამბიციების და სიცრუის რგოლებისაგან უფრო შემოეჭირა. ყოველი მხრიდან მიაჯაჭვა, უფრო მეტად დაუბნელა გონება, რისხვითა და შურით აავსო და ლუციფერი უიმედო სასოწარკვეთამ შეიპყრო. ნუ თუნდა დამორჩილდე და დავიფერფლო ამ საუკუნო ნათელის, სიყვარულისა და გულმოწყალების წინაშე. იმის წინაშე, ვინც გადაგებს უკვდავებას, ნეტარებასა და ბედნიერებას. დამორჩილდე და ღვანისძე და ეს იმის შემდეგ, რაც მასთან ბრძოლას საუკუნეები შევალია. მე ხომ მასთან ბრძოლის შემებული ტაქტიკაც კი ჩამოვახალიბე. ამის გახსნებაზე სიამაყი დაივსო ლუციფერი, მაგრამ მაინც მტკივნეულად განიცდიდა თავის უძლურებას. სულ უფრო და უფრო იღუშებოდა და გველის გორგალივით ეკვროდა შავი ფიქრები. მერე ეს ფიქრი გაიჭიმა მთელ სიგრძეზე. თითქოს ერთ მომენტში გაიჭიმა, შემდეგ უფრო მძლავრად იფეთქა და ისევ გაუელვა თავში ლუციფერს ემოქმედნა ადამიანებზე შთაგონების ძალით. უნდა განვავითარო შეტევა მარჯვენა მხრიდან. ეს იქნება ბრძოლა რწმენასთან. ბრძოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ადამიანთა სულების გადარჩენა თუ დახურვა. რაღაც შვება იგრძნო და ამ გადაწყვეტილებით ამოისუნთქა. ეს იყო ვულკანური ამოფრქვევა, ქუხილი. გაისმა საშინელი ხმა მიწის ქვეშიდან, რისგანაც შეირყა მიწის ზედაპირი. ლუციფერმა თავისთან იხმო ლეგიონი, ყველა მოკავშირე, წყდიადის ყველა ბინადარი. ისინი ყველა ერთად გამოცხადდნენ მის წინაშე და თავდახრილნი ისმენდნენ მის ბრძანებას. ეი თქვენ, ჯვრის ძალით განიარაღებულნო, ცოდვების, უდაბნოების, ჭაობების ბინადარნო, ნუ თუ არ გაწუხეთ თქვენი დიდება, მარტობებიების და გადიების ზღაპრებს რომ შემორჩა, ხოლო ბავშვთა საფრთხობელებად რომ იქეცით, დრო ამოქმედეთ, ისმინეთ ჩემი და ახასრულეთ. დღეიდან გაძლევთ ახალ ძალაუფლებას, ურჩხულის ძალას. ჯვარმა და რწმენამ ჯვარცმულისადმი დაიპყრო სამყარო და გამეფთა მასზე. ადამიანები მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, რომ ესიარო ნეტარებას. ეს კი ჩვენ გვემუქრება საუკუნო ტანჯვით. ადამიანებმა უკვე იციან, რაში მდგომარეობს მათი ბედნიერება და საუკუნო ცხოვრება. ფიზიკური განცდებითა და ვნებათა სიტყვებით მათ უკვე ვერ მოხიბლავთ. ახლა საჭიროა გამოიყენოთ ახალი საშუალებანი. მათი სხეული ჯერჯერობით უნდა მოვასვენოთ. სამაგიეროდ ვიმოქმედოთ მათ ფსიქიკაზე, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გაუყონებლივ უნდა განვავითაროთ შეტევა მარჯვენა მხრიდან და გავანადგუროთ მათი რწმენა და
ეს იქნება ყველაზე საუკეთესო დასაყრდენი ჩვენთვის. როცა წმენა მოისპობა, ჩვენი გამარჯვებაც აშკარა გახდება. ამისთვის აუცილებელია ისე შევახციოთ მათ შეგნებაში, რომ ვერ იგრძნონ ჩვენი არსებობა და იქიდან ვიმოქმედოთ განუწყვეტლი, ისე რომ ადამიანებს ეგონოთ, რომ თვითონ არიან ამ აზრების პატრონი. გაიგეთ, როგორი ტაქტიკა გჭირდება. როცა მტერი არ აღჭამს და არ იცი მისი ადგილსამყოფელი, მის დამარცხებასაც ვერ შეძლებ. გაძლევთ ურჩხულის ძალას. ეს არის შთაგონების ძალა. მაშინ მოქმედეთ. შთაგონეთ. ხოლო ამით მივახცევთ ადამიანთა გადმობირებას თავის ნებით ჩვენს მხარეზე. ასე ჩავითრევთ მათ და ალყაშიც მოვაქცევთ. თუ ჩვენ შთაგონებას ადამიანები მიიღებენ თავიანთ აზრებად, თავიანთი გონების მონაპოვრად, უხუხმანოდ გამოუხვებია. აგებენ ამ აზრებზე ვითომს და თავიანთ თეორიებს, შექმნიან სკოლებს, მეცნიერებას. თქვენ გივალდებულნი ხალხისლად იყოთ და შეეცადოთ უფრო მეტი გააბათ ბადეში. შეეცადეთ ბადენა ადრევად არ მოსწიოთ. ხოლო როცა მასში კაცობრიობის დიდი ნაწილი გაებნება, ვეღარ გაიგებენ რაშია ჭეშმარიტება. ვერც თავის გადარჩენას ვისრუნებენ, რადგან ნათელი ბნელად მოიჩვენებათ. მარჯვენა მარცხენად, მონობასა და ტყვეობას ჩათვლიან თავისუფლებად და ეს მოხდება მათივე ნებით. მაშინ კი ერთი ხელის მოსმით გავანადგურებთ ყოველივე ცოცხლას დედამიწაზე. ამ საქმეში თვითონ ადამიანები ზამოგვიდგებიან ხარში და თვითონაც შეეცდებიან ყველაფრის განადგურებას. შეძახეს შეშლილი ხარხარითა და ღრიალი წყუდიადის ბინადრებმა. მათი ხმა ფოლადივით აჟღერდა, მოწამლა და შეარყია სული. აღავსოგი უსაზღრო ტანჯვით. და ლუციფერმა ასეთი პროგრამა დაუსახა ლეგიონს. უპირველეს ყოვლისა შთააგონეთ ეკლესიის მსახურებს პატიმოყვარეობა. აცდუნეთ ისინი ამქვეყნიური სიამეებით. დაუმალეთ მათ ჯვარცმულის წმინდა ქადაგებანი. გახსენთ ისინი თანდათან. ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ადამიანთა განდითხვას, ტანჯვას, დამორჩილებას. მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენი საქმე გაკეთებულია. რადგან თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ეკლესიის მსახურნი უსამართლოდ იქცევიან, ეს ისეთი დიდი ცდუნება იქნება მათთვის, რომ ცოტანი თუ გაუძლებენ ასე დარტყმას. ეს საქმე გევალება შენ, მოლოხ. ხოლო შენ, ურჩხულის ლეგიონო, წადი და ჩავსაბთი ნიჭი დაჯილდოებულ ადამიანებს. მათ ვინც გატაცებულნი არიან მეცნიერებით, ვინც ცდილობს ჩასვდეს ბუნების საიდუმლოებებს, რათა მის სიღრმეებში არ გამოიცნონ შემოქმედის საქმენი და რადი დონი იგი. მათი დანიშნულება ნათელი და დიდია. თუ ისინი ამ საიდუმლოს ამოიცნობენ და მთელ ხალხს დაანახებენ, მაშინ ადამიანთა ცხოვრება გადაიქცევა ღმრთის დაუსრულებელი ქედის განადება. ადამიანები მიიღებენ ესიარებიან უკდავებას და მუდმივ ნეტარებას. მაშინ მათ გაიხსნებათ უკდავების ყველა გზა. რწმენა იქნება მათთვის ერთადერთი საყრდენი და მიწაც იქცევა აღდგომის საუფლოდ. მაშინ კი ჩვენ მთლიანად განვიარაღდებით და ჩვენი დასასრულიც დადგება. იჩქარე ურჩხულის ლეგიონო, იჩქარე ამ ადამიანებისაკენ და შთააგონე მათ, რომ ბუნებაში არ არის რა მოუხსნელი და საიდუმლო.
რადგან ყველაფრის შემქმნელი და დაფუძნებელნი თვით არიან. შთააგონეთ სიტყვა ევოლუცია. ამ სიტყვას ისინი არ იტაცებენ. რადგან ადამიანები ვნებებით არიან შეპყრობილნი მეცნიერებისადმის და სჯერა სქოლასტიკისა. უსაგნო მსჯელობისა. შთააგონე მათ, რომ არსებობს მხოლოდ მატერია და რომ ცხოველს მყოფელი სულები მხოლოდ გამოგონილი და არ არსებულია. შთაგონების შედეგად ადამიანები უარყოფენ ღმერთს და ადამიანის სულები გააღმერთებენ საგნებს და აღივსებიან სიამაყით. თვითვე აღსდგებიან მღვდავებისა და რწმენის წინააღმდეგ, ხოლო ამას რომ დაემატება ეკლესიის მსახურთა გაღწმილებას, საბოლოოდ დაკარგავენ რწმენას და ჩვენი მოკავშირეები გახდებიან. აღიარებენ მხოლოდ ჩვენგან შეთავაზებულ თავისუფლებას. და მაშინ ჩვენი პოზიციები მათთვის სრულიად უხილავი და დაფარული იქნება. რადგან სულების უარყოფით ისინი ჩვენს არსებობასაც უარყოფენ. ჩვენ შთაგონებებს კი თავიანთი გონების მონაპოვრად ჩათვლიან. ისინი სასაცილოდ აიგდებენ მას, ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩვენ ვარსებობთ. ამას რომ მივახცევთ, უფრო გაბედულ მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ. იმ მოქმედად რაც შეიძლება სწრაფად, რომ ადამიანები გაათავისუფლოთ საერთოდ სინდისის ხმისაგან, რომელიც მათ მოუწოდებს ზნეობრივი ცხოვრებისაკენ. სწორედ ადამიანის სულის ეს მუდმივი გამოძახილია ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და მისი მოსპობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ვერაფერს ვერ შეძლებთ. ასე რომ კარგად დამიგდა ყური ურჩხულო, რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებებით დათვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება. მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონება, აღმოჩენები, გამოიყენეთ ამისათვის მეტი და მეტი ინფორმაცია. მიეცით მათ სწრაფი გადაადგილების საშუალება. მიეცით საშუალება დაინახონ ერთმანეთი დიდ მანძილებზე, მოусმინონ ერთმანეთს უშორესი მანძილებიდან და გაუზიარონ აზრები. ამით ისინი დაიჯერებენ, რომ ყოველი შემძლები არიან, რომ ყველაფერი მათ ხელშია და რომ სწორედ ადამიანთა გონებას ემორჩილება ბუნებაში ყველაფერი. მერე მიაწოდეთ მათ მექანიზაციის საშუალებანი, ისე რომ თვითონვე დაგკმონ ხელით შრომა. ავსეთ ისინი სიამაყით, რომ ყველაფრის ბატონ პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირებს ეგილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განვსჭვალებიან, თვითონვე უარყოფენ ღმერთს და ეს იქნება გაგრძელება იმ პირველი ცდუნებისა, რომელიც წამოვიდა გველისაგან ჯერ კიდევ ადამიანთა სამოთხეში ყოფნის დროს. მაშინ ევას თავში შთაგონებული ფიქრი, რომ ცნობადი ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ ადამიანები დაემსგავსებიან ღმერთს, უფრო სწორად გახდებიან ღმერთივით, რადგან ეცოდინება ყველაფერი. კიდევ უფრო დაიხვეწება და ყველა ერთად აღსდგება ღვთის წინააღმდეგ. შემდეგ კი უკვე შეგვეძლება ადამიანთა გონება წარმართონ ამ ქვეყნიური სიამეთა ტკბობისაკენ. უკვე შეგვეძლება შთავაგონოთ მათ, რომ ადამიანები თავისუფალი არსებანი არიან, რომ მათთვის დასაშვებია ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვათ. ისმინეთ ურჩხულნო და მამონებო, როცა ადამიანთა ცხოვრებაში გაბატონდება ტექნიკა და ხელები განთავისუფლდებიან შრომისაგან, გაიზრდება ადამიანთა მოთხოვნილება იცხოვრონ რაც შეიძლება უზრუნველად, რათა ბოლომდე გამოსცალონ ცხოვრების სიამეთა ფიალა. მიაღწიონ ყველანაირ სურვილთა დაკმაყოფილებას, კმაყოფილების აგონიას და მაშინ მთლიანად მოისპობა რწმენა. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმინდას და დაგვემგვალებიან ჩვენ,
იხარხარებენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ჯოჯოხეთის თავისუფალი პირმშობი ვხარხარებთ მათზე. მაშინ კი გაიხარეთ ადამიანთა სიგიჟით. ისინი დაივიწყებენ ხსნის გზას, შრომას, რწმენას, იმედს, იმათ, რაც მათ აძლევდა საშუალებას ეცხოვრათ მშვიდად, ნათელში, ზომიერი, აზრიანი ცხოვრებით. ტექნიკის განვითარება და ამქვეყნიური წარმოება დამერგავს ადამიანთა შორის სიძულვილს, გაზრდის უმუშევართ არიცხვს, რომელთა ბოხმა ვულკანივით ამოხეთქავს და აზვალდება. მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები მოგვედის. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც დედოფლი გრძნობა ქვია. ქალი, ქალწული, დედა. აი კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. სწორედ აქ უნდა შევეცადოთ, გავუწიოთ ადამიანებს დიდი მეთვალყურეობა. ეშმაკურად და სიცბიერით უნდა წარმართოთ აქეთკენ ჩვენი მუდმივი დარტყმები. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ სიმაგრის დალაშქვრას, რადგან სხვაგვარად ჩვენი ამხელა შრომა ფუჭად ჩაივლის. თქვენ ვერ მოასწრებთ თქვენებურად აღზარდოთ ერთი თაობა, რომ წამოიზრდება მეორე და მათთან თავიდან მოგიხდება საქმის დაწყება. ჩვენ უნდა შევძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა, შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზრობა. ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს პიროვნებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უხელში. შთააგონეთ მათ, რომ ისედაც შესაძლებელია მამაკაცებთან ურთიერთკავშირი. სულაც არ არის შვილების გაჩენა საჭირო. ამაში ჩვენ მედიცინაც ამოგვიდგება გვერდში. თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის თავიდან აცილების შესახებ. ქალი საერთოდ უფრო შორს მჭვრეტელია, კაცზე ამაღლებული და სუფთა. ლუციფერი უცებ გაჩუმდა. იგი შეშფოთებამ შეიპყრო, აძაგძაგდა და ტკივილისაგან დაიმანჭა. გველივით შავმა ფიქრმა გაუხსნა თავის ქალა და შიგ შეიმალა. შეიძრა მთელი ჯოჯოხეთი. მიუწვდომელი სიმაღლიდან შემოიჭრა ნათელი სხივი. გაანათა წყდიადი და წამიერად განაბნინა იგი. ამით შეახსენა ლუციფერს, რომ იგი უძლური იყო ნათელის წინაშე და გაიელვა ლუციფერის თვალწინ ღვთისმშობლის ხატება. დედობისა და ქალწულობის ქომაგმა და მფარველმა მერე ისევ ჩამოწვა წყდიადი. აუელვარდა თვალები ლუციფერს. გამოძვრა თავიდან ტანჯველი ფიქრი და აირეკლა მის სახეზე საძაგელი ხიმილი. მან ასწია საზიზღარი გამხმარი ხელი და განაგრძო. მაგრამ ჩვენ მარტონი არა ვართ. ამ საქმეში ჩვენ მოკავშირეები გვყავს მამაკაცების სახით. შთააგონეთ მათ ჩვენთან კავშირი, ფრთხილად და მთელი სიბრძნით. შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე და ყდება მოსილება, თავშეკალებანი ყველაფერი ეს უაზრობა და ზღუდავს მათ თავისუფლებას. ხოლო როცა ისინიც დაწუნდებიან იმაში, თუ რა უაზრობა ეს შაბლონური ქორწინებანი და ყველაფერს ჯობია სექსის თავისუფლება. მაშინ მოკავშირეებად მოიხმებ მამაკაცები. შემდეგ შთააგონეთ ქალებს მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობა, რომ ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან მათ. იმოქმედეთ მათ პატიმოყვარეობაზე,
შთააგონეთ ემანციპაციის აუცილებლობა. შთააგონეთ მათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მოქალაქეობრივ საქმიანობაშიც თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა. ქალები განსაკუთრებით რეაგირებენ შთაგონებაზე. პირველად მათ უნდა შეადგინებინოთ, რომ ქალურობა და დედობრივი მოთხოვნილება ნაზის სიყვარულის აბსურდული ცნებებია. ადამიანებისაგან გამოგონილი მათი თავისუფლების შესაზღუდავად. შემდეგ იერში მიიტანეთ მათ რელიგიურ გრძნობებზე. მათი ახმობხრა აცისი ადვილია. რადგან იგი ღრმადაა ჩაჭედილი მათ მგრძნობიარე გულში. ამას რომ გააკეთებთ, მოკლავთ მათში რწმენას. შთააგონეთ მათი სწრაფო მეცნიერების საფუძვლების დასაუფლებლად. მაშინ მათში ჩაენერგება პოზიტიური ფილოსოფია და ქალები დაიწყებენ მეთოქეობას ამ დარგში კაცებთან. შეეცდებიან მიიღონ უმაღლესი განათლება, დაკავდნენ საზოგადოებრივი საქმიანობით. ხოლო მამაკაცებთან მუდმივი ურთიერთობა მათი ერთობლივი სწავლა სკოლებში, ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში ერთობლივი საქმიანობა გამოიწვევს ქალის ფსიქიკის სამშვილველის შერწყმას მამაკაცის ზოგიერთ გრძნობებთან და მაშინ მათი ნაზისული ქალურობა, მოკრძალება და ზნეობრივი სისუფთავე თანდათანობით დაიტარგება. არსებობს კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა. ეს არის კრავის ერთგული ადამიანები. ეკლესიის მსახურნი, რომლებიც იცავენ ღვთისმცნებებს, ამხარებენ კავშირს სწავლულ ადამიანებთან, რომელთაც მათთან ურთიერთობაში სულ უფრო უმტკიცდება რწმენა. ეკლესიის მსახურნი მათ აწვდიან სულიერ ცოდნას და ინფორმაციას. აქ უნდა დავიხმაროთ ჩვენი ძალები ჯოჯოხეთიდან. კერძოდ, ჯოჯოხეთის სულები. როგორც კი შევამჩნევთ კრავის ერთგულ ხალხს, რომლებიც ცდილობენ უჩვენო სწავლულებს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზა, დაანახონ მათ საიქიო ცხოვრება. მაშინ უნდა ავამოქმედოთ მაგიური საშუალებანი, ჩაუტაროთ მათ ზოგიერთი რიტუალის სულების გამოძახებისა. ხომ არსებობენ ისეთი სულები, რომლებიც ჩვენს დაძახებაზე დაუყოვნებლივ გამოცხადდებიან. ამ რიტუალებზე ეცადეთ არ შემოგეყაროთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გულში ატარებენ კრავის სიყვარულს. ამისათვის კი ისევ შთაგონების ძალით განვაცალკევოთ რელიგიური ადამიანები არარელიგიურისაგან. მაგრამ თუ მაინც შევამჩნევთ, რომ სეანს ესწრებიან მორწმუნენი, გაეცადეთ გავლობას, რომ მათ არ მოგაყენონ კონტრდარტყმა. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ რელიგიურ ხალხსაც უჩნდება დაუოკებელი სურვილი ნახონ ეს რიტუალი. მაშინ ჩათვალეთ, რომ სასურველი გარემოა შექმნილი და თამამად შეუდექით თქვენ საქმიანობას. და მათ გაუჩნდებათ სურვილი ჰქონდეთ კავშირი ღმერთთან კი არა, ჩვენთან. და როცა დადგება დრო და ისინი ასეთ სეანსებზე ყოფნას ამჯობინებენ ეკლესიაში სიარულს, ჩათვალეთ, რომ თქვენი მიზანი მიღწეულია. შეკრებებზე გამოიყენეთ სასწაულთა ყველანაირი ფორმა, მაგიდების გადაადგილება, საკნების მახლა ხელშეუხებლად ავარდნა, კაკუნი. ხოლო როცა მიაღწევთ მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, იმოქმედეთ მათზე ახლობელთა სულების მსგავსებით. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ჩვენი მიზნების მისაღწევად. ეს არის ჩვენი ძის დაბადება, რომელსაც კრავის ერთგულნი ანტიქრისტეს ეძახიან. ანტიქრისტე კაცობრიობის მთელი ცოდნითაა შეიარაღებული.
საერთოდ ჩვენი მაგიის მთავარი იარაღია სწავლება ღმერთის არ არსებობის შესახებ. და როცა ადამიანები ამას იწამებენ, მაშინ მათთან გაიგზავნება ანტიქრისტე. ქრისტეს ნაცვლად იგი შთააგონებს მათ, რომ მთავარია მოიპოვონ ამ ქვეყნიური სიამენი, სიმდიდრე, სწამუნდა სვა, იყვნენ მაცხარნი და მაშინ ხალხიც მიიღებს ქრისტიანობის ნაცვლად სხვა რელიგიას, ჩვენს რელიგიას. და აიგება ახალი სახელმწიფო, ჩვენს მხარეზე იქნებიან რჩეული და რჩება მხოლოდ ვიწრო წვრთნეთა, რომლებიც განიბნევიან დედამიწაზე. მაშინ ჩვენ მოკავშირე ადამიანებთან ერთად შევექმნებით უკანასკნელ ბრძოლაში და დავამყარებთ ჩვენს ხელისუფლებას. და თუ ეს უკანასკნელი ბრძოლა არ მოგვიტანს გამარჯვებას, იმას მაინც მივახცევთ, რომ თან წავიყოლებთ საუკუნო სატანჯველში იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები გახდებიან. მერე კი იქ იმ სატანჯველში ვიბატონებთ მათზე. შეიგნეთ ჩემი ერთგულ მომსახურნო, მას კარგად შეითვისეთ იგი. ერთხმად შესძახეს ჯოჯოხეთის ძალებმა. ლუციფერი გაიჭიმა მთელს სიგრძეზე. საშინო მოუჩხულად და აღჭია რა თქმა. თავის ლეგიონთან ერთად სკოლის ფსკერისაკენ გაეკა. ხალხი ჰიპნოზის ქვეშაა. არაჩვეულებრივი საშინელი ძალა მოვიდა მოქმედებაში. ეს ძალა არსებობს ჰაერში. ყველგან აღწევს. ადრე ჭაობი და უღრანი ტყეები იყო ამ ძალთა სამყოფელი. რადგან ადამიანები ტაძრებში დადიოდნენ. სახლები დაცული ჰქონდათ სახატი კუთხეებით, კანდელებით, კურთხევით. ეშმაკები გვერდსუვლიდნენ ასეთ სახლებს. ახლა კი ბრწყნუებითა და ღვთიდან განდგომილებით თვით ადამიანებიც აღივსებიან ეშმაკებით. იესო ტკბილო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.